საომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. დღეს როგორც იცით, ვინც ადევნებდა ჩემს გვერდებს თვალყურს, არის საქმის კურსი, რომ დღეს გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსთან ქართველთა გაერთიანების ინიციატივით, კერძოდ ბატონი შალვა მაღრაძის ინიციატივით თაოსნობით ეს ყველაფერი. უბრალოდ ჩვეულებრივი ქართველები შეიკრიბნენ და საპატრიარქოსთან და გაიხსენეს საქართველოს ისტორია, გაიხსენეს დიდი ჯულის კანონი, შეახსენეს და მოითხოვეს ის რასაც, რა ვიცი, ერის აბსოლუტური უმრავლესობას რო კითხო, ყველას აწუხებს ეს პრობლემა, რომ რატო საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით არ იღებს ისე ხმას, როგორც საჭიროა. რატო არ კეთდება ოფიციალური განცხადება, რატო არ იკრიბება სინოდი და რატო არ ახდენს სინოდი ოფიციალური განცხადების გაკეთებას მაშინ, როდესაც მთელი ერი არის გაურკვევლობაში და მთელი ერი ელოდება მათი პოზიციის დაფიქსირებას იმ დროსა და იმ მომენტში, როდესაც ქვეყანაში მიწები ჯერ რაცაა გაყიდული 137 მილიონი კვადრატული მეტრი, ეს ერთია და რომელიც კიდე იყიდება და სახლდება არაბები და თუ ვინმე ამოეფარება პატრიარქის ავტორიტეტს და პატრიარქის სახელს, მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ ხალხს. პატრიარქს აქვს ოფიციალურად ნათქვამი, განცხადებულია ღიად, რომ მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს და არავის. მაგრამ როგორ გესმით თქვენ, აი თქვენი პატრიარქის ნათქვამი, მე ვეკითხები, ამას ვეკითხები აი იმ ხალხს, რომლებსაც რო კითხო მესამე ჭიქაში პატრიარქის ადგილგზელოს ამბობი. როგორ ესმის ეს კოცების ოცნებას როგორ ესმის? მათ სულიერ შვილებს რომ მივლიან და დაგულოცე პატრიარქო და მიიყვანენ თავის ცოლებს და შვილებს და მერე აღმოჩნდება ისე რომ ეს ცოლები და შვილების ჰელოვინს დღესასწაულობენ და თავზე სტრატეჯერ ოჯახის სიწმინდეს აღნიშნავენ და მერე რქები ადგიან თავზე ეშმაკის. ეს ალკე თემა არის, მაგრამ ამ კატეგორია ხალხთან აქვს საუბარი და ყველა არის გაჩუმებული. სინოდი არის გაჩუმებული, არ კეთდება ოფიციალური განცხადება. მიუხედავად ამ ყველაფრის, ამიტომ ეს ყველაფერი რომ დასრულებულიყო ამ ქვეყანაში და ვინმე რომ არ თქვას, რომ თურმე საპატრიარქოში ეს ყველაფერი არ იცოდნენ, პატრიარქმა ეს ყველაფერი არ იცოდა და ესე შემდეგ, არ ვიცი, ახლა 1000 ტვინის არევა ხდება, 1000 ტვინის ამრევები ყავს ქართველერს, ვინ რითი, ვინ პირდაპირ, ვინ ირიბად, ყოველთვის ასეთ როდესაც ეროვნულ საკითხებზე მიდგება საქმე, იქ ღია განცხადებები და პირდაპირი პოზიციების დაფიქსირება არ უნდა არც ერთ, ესე რომ ვთქვათ, ოპოზიციას, არც ერთ ინსტიტუციას და რა თქმა უნდა, ამ ქართველობაზე მოლაპარაკე ამ ადამიანებს, რომლებსაც რო კითხო, აგრეთვე სამშობლო, რა ვიცი, სალოცავი ხატია და სიწმინდე გააჩნიათ და რწმენა გააჩნიათ. ამიტომ ესეთი რაღაცები რომ იყოს გამორიცხული, იქნა ჩვეულებრივად იყვნენ მისული, წაიკითხეს იქ რაც იყო წასაკითხი, გაიხსენეს იქ რაც იყო გასახსენებელი, არავის უთქვია შენ წადი, შენ მოდი, ეს გადადექი, ის გადმოდექი, არავის ულანძღია, არავის უგინებია. მე დღეს ლაივი ჩავწერე, იმიტომ რომ შემხვდა პარტიული პიროვნებების, არ ვიცი, მე მღვდელი უნდა იყოს სასულიერო პირი და ყველა სულიერი მამა, ყველა ქრისტიანის და ესენი გამოსულები არიან და ლაპარაკობენ რაღაცას, მარტო თუ ვინმეს გინდათ აქციის გამართვა ამ დღეს მოდით და იმ დღეს მოდით და არ ლაპარაკობენ საერთოში, ამის სასულიერო პირები აქციული არიან პარტიულ აქტივებად. რას გეტყვით, იცი, არა აქვს მნიშვნელობა, ჩემო კარგებო, რომელი პარტიული მღვდელი იქნებით. ნაცი მღვდელი იქნები, კოცი მღვდელი იქნები, კონსერვატორი მღვდელი იქნები თუ ვინ იქნები, მღვდელი უნდა იყოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი. მისთვის ყველა ქრისტიანი სულიერი შვილი უნდა იყოს და სამშობლოს მიწა უნდა იყოს კურთხეული. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწა და ყველა უნდა მოუწოდებდეს ერთიანობისკენ. და არ ვიცი მე თქვენ ეს პოლიტიკური განცხადებები კონკრეტულად ეხება მესტვირიშვილს და კონკრეტულად ეხება ცქიფურიშვილს.
არა ეს სასულიერო პირის და არა ეს მღვდლის მოვალეობა და არა ეს სწორი საქციელი, რა საქციელი თქვენ ჩაიდინეთ. და დაიწყეთ ხალხს მოწოდება, იქ არ მიხვიდეთ, აქ არ მიხვიდეთ, წად ვიზია და იარეთ თქვენ სადაც ახართ. დაანებით ხალხს თავი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახლა რაც არ ვიცი ეს ჯაღმაიძიდან იყო თუ ისგან იყო დავალებული, მიუხედავად ამ ყველაფრისა იყო იქ მისული, რა ვიცი, 100-მდე ადამიანი მაინც თუ მეტი არა, 100-მდე ადამიანი მაინც იყო მისული და ხშირად იყო ყველა ასაკის ადამიანები იყვნენ, იყვნენ ახალგაზრდები, შუა ასაკის ხალხიც იყვნენ და მოხუცებიც იყვნენ და კარგად ჩანდა ამათი კომენტარები, არ ვიცი მე ვინ რომელ კატეგორიას და რომელ ბუნაკს და ბანაკს წარმოადგენს, რომ პენსიონერების აქციაა, ბიჭო. ჯერ ერთი პენსიონერობა, როდესაც ადამიანს იქედენურად ეუბნები პენსიონერი ხარო, ეს რას ნიშნავს? ესე იგი, ბებერი ხარ, არ ვარგი ხარო და წადიო და მოშორტიო, ხო? სააკაშვილი როგორც ამბობდა 40 წელზე ვითო ხე არ მინდაო იმაშიო, ხო? რა ქვია? არა, ეს ადამიანმა თუ მიაღწია საპენსიო ასაკს, ესე იგი ჩამოსაწერი და გადასაგდებია? მე ვეკითხები ამ კომენტარის დამწერ ადამიანებს. თქვენ ხართ უსინდისო ღორიშვილები. მერე და მეორე. იქ პენსიონერებს რო აკვირდებით, ხო? პენსიონერებს რო აკვირდებით, ასაკს რო აკვირდებით. იქ იყვნენ პატრიოტები მისულები და ქრისტიანი ხალხი. და თქვენ თუ გგონიათ, რომ ბევრს შეუძლია სიბერემდე ბოლომდე პატრიოტი დარჩეს, ძალიან შემცდარ ხართ. ძალიან შემცდარ ხართ. იმ ასაკის ადამიანებს, ვინც იქ და თუნდაც ბატონის შალვა, რომელსაც ყოველ ესეთ დღეებზე და ყოველას იმიტომ რომ სამშობლოს ეხება და გულს იქეთ ვერ ატარებს და ემოციებიდან ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება შეუძლოთ გახდეს თქვენ ახალგაზრდობაშიც ბოზები ხართ შუა ასაკშიც გამყიდველები მოღალატეები ვინც ამას ამბობთ და სიბერეშიც ესეთი ნაბოზრები იქნებით და ასე ჩაძაღლდებით და ასე წავალ თქვენი ის თუ არა პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ყველა ასაკში დასაფასებელი და განსაკუთრებით თუ ადამიანი 60 წელს და 70 წელს გადაცილებული არის და პატრიოტი არის და გარეთ გადის და ეგრეთ წოდებული ახალგაზრდები წადით ეგრეთ და ტრაკი აქნიათ იმაზე რა ქვია რუსთაველზე და იმაზე რა ქვია მთავრობას უძვერით უკანალში ეს თუ კაი კაცობა გგონია თქვენ მე მაგის დამწერებს გეუბნებით რა ახლა სანამ ამ ყველაფერს კიდე მივყვებოდე მანამდე მინდა ერთი უბრალოდ არ დამავიწყდეს ერთი განცხადებასავით გავაკეთო იმიტომ რომ ძალიან ბევრი წერილი მომდის ვერ ვახერხებ კიდე ერთხელ გეუბნებით ყველას რა არა აქვს მნიშვნელობა WhatsApp იქნება Telegram იქნება Messenger იქნება ვერ გპასუხობთ და ანუ რა ვიცი ნუ გეწყინებათ იმიტომ რომ ვერ ვახერხებ ფიზიკურად ამ ყველაფერს მაგრამ რასაც რაღაცებს ვახერხებ და აი ბევრი ერთი და იგივე წერილი შემომივიდა განსაკუთრებით მინდა უბრალოდ ამას ვაკეთებ არ ვიცი საქართველოს ისეთი ქვეყანა არის ყველგან შეიძლება რაღაცა ჭორიც სიმართლე აღმოჩნდეს გაცრავად ჭორიც სიმართლე აღმოჩნდეს ამიტომ ჩავთვალე საჭიროთ რომ ის რაც ჩემთვის პირადად მოუწერიათ და რა მოწერებიც მოდის არ ვამბობ ამას რომ ეს ჩემი აზრია და არ ვიცი მე ამას არც ვადასტურებ და არც ვარყოფ მაგრამ ხვალდაზე მსგავსი სიტუაცია რომ მოხდეს მე არ ვიცი ეს შეიძლება ახდეს და მართალიც იყოს და თუ შეიძლება და ახდეს და მართალი იყოს წაიკითხეთ აგერ რომ ეს უკვე მე რამდენი ერთი და იგივე წერილი არის მოსული მე არ ვიცი ნუ ხალხი წერს ის რაღაცას რომ პატრიარქი არის გარდაცვლილიო ამ ამბავს უბრალოდ არ ახმაურებენო და სპეციალურად გაახმაურებენ დეკემბერშიო რომ ეს საპროტესტო აქციების მუხტი იქნას ჩამქრალიო და განეიტრალებულიო აი ესეთი წერილები მომდის ვისაც გსურთ შეგიძლიათ დეტალურად წაიკითხოთ ეს ყველაფერი და ამას მე ვერ ვამბობო არც აუდიტორია მყავსო ვერც ღიად ვერ ვამბობ ამ ყველაფერს ანონიმურად იმიტომ აქვს დადებული რომ შეიძლება 1000 პრობლემები შემექმნას არ ვიცი ტყუილია არ ვიცი მართალია მოწერილი არის აგერ არაერთი სხვათა შორის და ერთ-ერთი ჩავთვალე საჭიროდ რომ დამედო და ღმერთმა ყველა დიდხანს ამყოფოს და კარგად ამყოფოს მათ შორის რა თქმა უნდა პატრიარქიც მაგრამ აი ამ სიდამპლეები რომლებიც ხდება ირგვლივ ეს არ უნდა იყოს გასაკვირი იმიტომ რომ ამ ნაძირალ ადამიანებიდან ყველაფერია მოსალოდნელი და ეხლა ერთი რაღაცა მინდა გითხრათ
ყველა გამოიკვეთა უკვე ბევრი რაღაცა და მინდა გითხრათ, რომ დღეს განცხადება იქნა გაკეთებული ჩვენი გაერთიანების წევრებისგან, დამფუძნებლებისგან, წევრებისგან და ჩვენი გაერთიანების სახით. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ დროს ერთი მეორის ჭამას, ერთი მეორის ჯიჯგვნას, ერთი მეორის დევნას, მესტვირიშვილიდან განსხვავებით და სპირიდონიდან განსხვავებით. არ არის ეს სწორი, არ მიგვაჩნია სწორად, ამიტომ რომ რაც არის ჩვენი ოფიციალური განცხადება, მე დავდებ ჩემ გვერდზე გაზიარებულიც ამით და დავდებ, მიგვაჩნია ის, რომ აბსოლუტურად ყველა ქართველმა, ვისთვისაც და საქართველოს შვილმა, ვისთვისაც ძვირფასი არის ქართული მიწა და ვისთვისაც ძვირფასი არის სამშობლო და თulis რომ სამშობლოს მიწის გაყიდვა არის ღალატი, გაასაყოფი არაფერი არ აქვს და აბსოლუტურად ყველამ უნდა მიიღოს ყველაფერში მონაწილეობა. ნებისმიერ აქტივობაში, რომელი აქტივობაც იქნება ამ ყველაფრისკენ მიზან მიმართული ეს ყველაფერი. ახლა რაც შეეხება იმას, რომ შემდეგ თითოეული ამ პროტესტის მეთაურები ვინც არიან, ამ ჯგუფების მეთაურები, არ ვიცი ეს კონსერვატორები იქნებიან, არ ვიცი ეს რა ქვია ემათ თარხანმოურავის ხალხი იქნება, პარტია იქნება, არ ვიცი კიდევ ვიღაცები სამში აპირებენ განმართვას აქციისას აბსოლუტურად ყველა არ მიგვაჩნია რომ დასაკარგი ჯარისკაცი და დასაკარგი მეომარი ამ საქმეში არ არსებობს, აბსოლუტურად ყველა არის მხარდაჭერილი და სოლიდარული არის ჩვენგან. და შეთავაზება არის ყველას მიმართებაში, ხო იძახოდით ერთობა, ქართული მიწის მადლზე მეტი რა უნდა იყოს, ყველაზე შეთავაზებული არის ერთობა, რომ ცალ-ცალკე ამის მომგვარებელი არავინ არაა და ყველამ კეთილი ინებოს გამოვიდეს თავისი იმისგან, რა ქვია, პოლიტიკური ეგოიზმიდან, პარტიული ეგოიზმიდან და ასე შემდეგ გამოაცხადოს ერთობა შეიქმნას ერთი ჯგუფი და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული პრობლემა ან საარჩევნო კოდექსის პრობლემა, ეს არის ეროვნული პრობლემა, რომელშიც ერიდაბერი უნდა იყოს სოლიდარული და უნდა იყოს ერთად შედუღაბებული და ამისთვის წინ გველოდება დიდი ბრძოლა. ესენი ამას ასე მარტივად არ დათმობენ. აი რაშია ჩემო ძმაო მირო ერთი რაღაცა მინდა გითხრა. მე აი ხო ამბობენ აგერაა ხალხი, უამრავჯერ უთქვიათ, გაერთიანდით. აგერაა ქართული მიწის სამშობლოს პირდაპირი გაყიდვის პრობლემა. აგერა ვართ ჩვენ. აგერა ვართ ადამიანები, ვინ ჩვენ გვისმენენ კაცო. მე ხო არ ვეუბნები ვინმე ამ პარტია ჩვენც არა ვართ, ან გაერთიანებაში შემოვიდნენ, ან რაღაცა კოალიციური პარტია შევქმნათ და არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. არსებობს კონკრეტული პრობლემა და ამ პრობლემის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ხალხი. თუ ამ ადამიანებისთვის ღირებული არის სამშობლო და სამშობლოს მიწა, რასაც რო კითხო ესენი, ყველას ეხება. ის ცუდი იყო, ეს კარგი იყო, ამან იმ დროს გააკეთა, დავანებოთ ახლა ამ ყველაფერს და შევეშვათ ამ ყველაფერს. არა ახლა მაგის დრო. პირდაპირი გაგებით, კარგავთ, იყიდება სამშობლო. გამოცხადებულია. თუ არ უნდათ ერთობა და თუ არ უნდათ ერთობლივი მთელი ერის ერთობა და ბერის ერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით, გასაგებია ესე იგი, ხო? გასაგებია ესე იგი რა უნდათ? და ყველა მაგოს თავის საქციელზე აგოს მე სამშობლოს და ერის წინაშე პასუხი. მე ახლა არავიზე არ დავიწყებ ლაპარაკს და არ გამოვეკიდები იმ პროვოკაციებს, იქ სპირიდონა რა სიტყვის და ის რა სიტყვის და ის რა მესტვირიშვილი რა სიტყვის და სხვა რა სიტყვის კაცო. არ მაინტერესებს ეს, არასწორი არის ის რაც ამათმა გააკეთეს, მაგრამ არ მაინტერესებს. კიდე ერთხელ ვეუბნები. ხო და ვისაც ამ საკითხში ერთობა არ უნდა, მაშინ იმის ძალა უნდა კონდეს, რომ თვითონ მარტო დაამარცხოს ესენი და თუ ვინმეს მაგის ძალა გაგაჩნიათ, კი ბატონო, წადით მე ფეხს გადავიდებ საერთოდ და არავინ არ შეგერივათ არაფერში. მაგრამ ისე არ მოხდეს,
ისი არ მოხდეს, როგორც დავით გარეჯდან მიმართებაში მოხდა. როდესაც დავით გარეჯდან მიმართებაში ქვეყანაში ერში საპროტესტო მუხტი იყო უზარმაზარი და ამ საპროტესტო მუხტს თავში ჩაუდნენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები და თავრობა და ბოლოს საპატრიარქო გამოვიდა და განაცხადა საპატრიარქომ ჯაღმაიძის თამადობით და სარდლობით რომ ყველაფერი კონტროლდება და ყველაფერი გაკონტროლებული არის და არ გადაეცემა დავით გარეჯი არავის და ესე შემდეგ და მე საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა რომ დავით გარეჯიც გადაცეს მესაზღვრეების მოხსნეს ქვემოთ ჩამოიყვანეს და ესე შემდეგ და ესე შემდეგ ხო აი ეს არ მინდა რომ მოხდეს იმიტომ მე გამოცდილი მაქვს ეს და ვიცი ეს რაც ხდება და გარეჯის თემატიკასთან დაკავშირებით ხოცებმა არჩევნები მოიგეს რაღაცა უკავნახეთო იქ რა ვიცი ერთ პარტიას ხალხი დაყავდა და ეს ჩვენი დამსახურება არისო აქეთ ჯაღმაიძემ და ამათმა კაცო ჯერ ასე იძახეს მე ისე იძახეს და მე თქვენ საერთოდ არაო ვერტუმანი და ჩიჩხიტური და აღდგომის ტაძარიო ჩვენიო კაცო და ისო აზერბაიჯანელების არისო და საბოლოო ჯამში ხალხი შეაგუეს იმას არ წმუნეს ხალხი რომ ეს ასე იქნებოდა და საბოლოო ჯამში შეგვჭა ფაქტი ის რომ ჰაჰაში წაგვართვეს ტერიტორია ტრაქტორით გადაცეს და კაციშვილმა პასუხი არ აგო და ეხლა ეს ნაზირალა ხალხი გამოდიან და ელაპარაკებიან ხალხს როგორი კარგი პოლიტიკური ძალა აქვს ხოცობა როგორი კარგი ოპოზიცია და ასე შემდეგ ამიტომ ეს მეორედ არ განმეორდება ეს მეორედ არ მოხდება ვინც ტროას ცხენივით იქნება შემოგდებული ამ საკითხთან დაკავშირებით თავშივე მიეწერება მოღალატის იარლიკი რა ვიცი არ ვიცი ხალბატონო თქვენ რატო წამოვბრძანდით არ ვიცი რატო განიცდით მასეთ რაღაცას და რატო წამოვბრძანდით არ ვიცი მე ახლა აქედან მიზანი რაც იყო მიზანი იყო ერთი და მიზანი იყო ის რომ მივიდა ხმა რა თქმა უნდა საპატრიარქოდან არავინ გამოსულა არავის პასუხი არ გაუწია ახლა ამდენი ადამიანი იქ რომ მივიდა ეს ამდენი ქრისტიანი ამდენი სულიერი შვილი და ამდენი ის არავინ არ შეწუხებულა არავის ყური არ გაუპარტყუნებია გინდა ამდენი ხალხი ყოფილიყო აქ სამშობლოს მიწასთან დაკავშირებით მისული გინდა ძაღლს დაიყეფოს ნუ გასაგებია ამას მიჩვეული ვართ და ვიცით არახალია რა თქმა უნდა არადარდებს არავის აბა ერთი მისულიყო ვიღაცა ან შორენა ბეგაშვილი მისულიყო ან მაია ასათიანი მისულიყო ან ისა რა ქვია შერლონ სტოუნი ჩამოსულიყო და ის მისულიყო აუფენდნენ რა იმას და მიიღებდნენ ჩვეულებრივად კაცო და გინდა იგი მისულიყო რა ქვია ვაშაძე მისულიყო და გინდა მერაბიშვილი მისულიყო პატრიარქს შეახვედრებდნენ პირდაპირ კაცო ამ შემთხვევაში არავინ არ გამოიხედა გარეთ არავინ არ გამოიხედა არავის არ აინტერესებდა ну კარგი რადგანაც პროცედურებით ლაპარაკობენ ორშაბათ დღეს ოფიციალური ტექსტი იქნება დაწერილი დაბეჭდილი და ჩაბარდება რადგანაც ქრისტიანულად სულიერად ადამიანურად როგორც მამაშვილებს შორის საუბარი როგორც მოძღვართან საუბარი ну ეს ხო არ გინდათ დოკუმენტალურად გინდათ ხო აი დოკუმენტალურად ჩაგაბარებენ ორშაბათს და ოფიციალური პასუხი ვალდებული იქნებით როგორც დაწესებულებამ კანონის მიხედვით პასუხი დადგენილ ვადაში იქნას გაცემული კეთილი ინებეთ და მაშინ ასე დაგელაპარაკებით რომ ჩვენ გადახდილ გადასახადებს ხო ასე გიყვართ ლაპარაკი ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდებით და ვალდებულები ხართ ჩვენს მიერ დაწერილ თუნდაც წერილზე პასუხი გაგვცეთ თქვენ ხო ქრისტიანულად და ადამიანულად პასუხი არ გაგვეცით არც ახლა არც მაშინ და ახლა მაშინ კანონისენით ვისაუბროთ და გასაგებია და გარკვეულია ის რომ არსებობენ ძალები ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში ეგრეთ წოდებულ სასულიერ პირებში და ეგრეთ წოდებულ
არ ვიცი მე პოლიტიკოსებში თუ ვისაც რამენაირად უნდა რომ ეს ერთობა არ შედგეს და არ დადგეს ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებაც არის ეს ხელისუფლების დავალებაც არის ეს უშიშროების სამოქმედო გეგმაც არის ეს ზოგიერთი ისეთი მართული პოლიტიკური ძალის მიზეზიც არის ინტერესიც არის და არავის კაციშვილს ეს არ აინტერესებს რა თქმა უნდა ეს არავის არ გაუშუქებია არც ერთ ტელევიზიას ეს არ გაუშუქებია რა თქმა უნდა არც გქონდა მაგის ფიქრი არც გქონდა მაგის იმედი რომ ვინმე ამ ერის პრობლემას მიიტანდა მთელი დღე არის და დღე და ღამე არის ატრიალებენ უკაცრავად ამ ტერმინისთვის მაგრამ არ შეიჯვალეკო რაფერ მივარდა და რაფერ ბენზინი მიიტანა და არ ვიცი ახლა კამიკაძე ტერორისტის როლს თამაშობდა თუ იმას რა ქვია ვიცი გულმხურვანე რევოლუციონერს თუმცა ეგ ისეთი გნიდა არსება არის ესეთი რაღაცების შემთხვევით არ გამოდის მე არ გამოვიწყო ეს დადგმული იყოს პარალელური მოვლენების შესაბამისად რომ ყურადღება იქნას გადატანილი და არის მარტო ლაპარაკი მარტო კოცობა ნაცობა და მთელი ტელევიზიები ის როდესაც ერს უდგას ეროვნული პრობლემა არც ერთ ტელევიზიას ეს არ აინტერესებს არავის არ აინტერესებს ეს ყველაფერი და აინტერესებს მარტო ბოდიში და არ შეიჯვალეკო რა შვებოდა და რა საკეთებდა და აი იქ იმან ეგი რა თქვა ამან ეგი რა თქვა ეს უნებრივად ასე არის ერი არის საერთოდ განსხვავებულ სივრცეში ხელისუფლება ოპოზიცია ჟურნალისტები და ესენი სრულიად განსხვავებულ სივრცეში არიან და დგანან იქეთკენ და აკეთებენ თავის საქმეს და ახლა იქედან ძალები ცდილობენ რომ აქ ერთობა არ შეიკრას იმიტომ რომ ამათი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ადგენდა და დათვალონ თავები და დრონი ააფრინონ და რა პროტესტია კაცო მანამდე ჩვენ ვიქნებით კარგად ესა კოცების ну ეს ყველაფერი გაამარგინალონ მერე და ან ნაცებს მიგვაწერონ ან ლელოებს მიგვაწერონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხალბატონო ნანა რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი არ იყო მისული მაგრამ ვინც იყო მისული ელა ბულანთებული ქართველი იყო მისული ვისაც სამშობლოს ბედი ადარდებს და არც ერთი მათგანი დაფინანსებული არ ყოფილა და არც ერთი მათგანისთვის ფული არ ყოფილა გადახდილი როგორც ესენი იქცევიან აქ ხო და ახლა შენერ ადამიანებს როგორც რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ საწყისებზე იღებენ ხმას და ეროვნული პრობლემები აინტერესებთ და ფული აგლებად ნიშნავს რამეს ამათგან განსხვავებით ტელევიზორები და მაცივრები რომ მოაქვთ იმიდან ციხიდან ციხის საკნებიდან ნუ ახლა ამ ადამიანებს არ გავართ და არც მერთმა დაგვიფაროს რომ მაგათ გავდეთ მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ოფიციალური აქტი რომელი ოფიციალური აქტიც გაკეთდა და ველოდებით პასუხს და აი ნახავთ თუ საპატრიარქო კაცო არ გაგვცემს ხმას და თუ საპატრიარქოს ეს პრობლემა არ ადარდებს მაშინ მე როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს შემეძლება ვთქვა ის რომ მე არ მყავს საპატრიარქო მე არ მყავს არ არსებობს ჩემთვის სინოდი ესე იგი ესენი არიან განკვეთილი მოცილებული ხალხი რომლებსაც არ აინტერესებს საკუთარი სამშობლოს მიწა საკუთარი ერის ბედი ვიტყვი იმას რომ არ არსებობს საერთოდ და გავაგრძელებთ ბრძოლას ისე რომ ყველაფრისთვის მზად ავხდით მორჩა და დამთავრდა და იმასაც ვიტყვით რომ რამდენი არის მოღალატე რამდენი არის შემოგდებული რამდენი არის ვისაც ახლა ერთობა არ ენდომება და ახლა რა უკნა ახლა გავდგე და ყველას ერის პრობლემაზე ჩვენ ვიდარდოთ მარტო და ამათმა იმის რა ქვია გადმორიცხული ფულის გაყოფაზე იდარდონ და ზოგიერთებმა პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე და მიწა გაიყიდოს და ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე დასახლდნენ ეს უჯიშოები და გააგრძელონ ცხოვრება და ამაზე არაფერი არ თქვათ ესე არ გამოვა თუ ეს ხალხი შეთანხმებული არის ეროვნულ ღალატზე ეს ყველაფერი უნდა გამომჟღავნდეს და ნუ რა ვის ხალხო მე კიდე ერთხელ გეუბნებით ნუ რა ვის აი სხვათა შორის ის სპირიდონ სკიფურიშვილი თავის დროზე ამბობდა რომ ნუ გექნება თუ უცეთ სასულიერო პირის იმედი ესეთ პრობლემებზე იმიტომ რომ მათ აქვთ აკრძალული და როდესაც შეეკითხები ეროვნულ პრობლემებთან რაღაცას ისინი დაგიწყებენ სახარებიდან რაღაცის კითხვასო და ახლა სამწუხაროდ თვითონ იქცევა ასე
თვითონ იქცევა და მოსკოვი სამწუხარო საქციელი არის ეს. სამწუხარო საქციელი არის. არქივებით, დოკუმენტებით ყველაფერი არსებობს ისე. ბატონო სპირიდონ და ამას გაგახსენებთ მე თქვენ. ხო და ის რომ იმ ხალხს ვინც დღეს იქ იმყოფებოდა თქვენ და იქ თქვენი მრევლი აგენტებს ეძახდნენ სუსის აგენტებს და ოცნების თურმე მოგზავნილ ხალხს ეს კიდე გულის ამრევი საქციელია თქვენგან. ჩვენ როგორ შეიძლება ხალხი რომელიც ითხოვს იმას რომ მიწა იყიდება სამშობლოს მიწა და დააფიქსირეთ თქვენი დამოკიდებულება საპატრიარქომ ერმა და ბერმა ერთობლივად ვიბრძოლოთ ამ ხალხს ეძახო ხელისუფლების აგენტი და ეგეთ ადამიანებს გეძახონ რაცა რა გნებოთ ქალბატონო ხათუნა რაზე გიპასუხოთ არ ვიცი ხო და ქალბატონო ხათუნამ ზუსტად მაგას ვამბობ თუ არსებობს ამდენი პატრიოტი ქართველი და უნდათ ერთობა ყველასთვის გაგონილი არის სიტყვა ერთობა მიწის საკითხთან დაკავშირებით და მოიკრიბოს მერე ყველა და ნუ არევიებენ ტვინს ამას ნურც მღვდლებს და ნურც პოლიტიკანებს და ნურც ნურავის გამოვიდნენ და დადგენ გაგიმარჯოს კაცი თუ ხარ მართლა გაგიგონ რა მნიშვნელობაა კაცო და ჩიცის დღეს აქციაზე ძალიან კარგი ხალხი იყო ჩვენთან მოდიოდნენ და მელაპარაკებდნენ ყველა თავისი აზრი გამოხატ რა თქმა უნდა ჩემო ძმაო რა თქმა უნდა სამშობლოს სიყვარულში უნდა გაერთიანდეს და ახლა ჩვენი მოვალეობა ზუსტად ის არის რომ გაიხარე ბადურ გაიხარე ჩვენი მოვალეობა ზუსტად ის არის ასეთი ხალხი მოვკრიბოთ, შევიკრიბოთ ერთად და მოახერხოთ გაერთიანება და ერთი საქმისთვის დგომა და როგორ უნდა მოიკრიბოთ? თუ თქვენ არ გინდათ რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ იყოს, თუ თქვენ არ გინდათ რომელიმე ბინძური პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ იყოს და გინდათ უბრალოდ ქართულად და რიგითმა ქართველმა ერთ-ერთმა რიგითმა ქართველმა დიდ ქართულ გაერთიანებაში ხმა მოიღოთ, მობრძანდით ბატონო. აგერა რუსთაველზე არის ოფისი, აგერა ვარ ჩვენ აგერ არის ჩაეწერეთ და როდესაც იქნება ასეთი აქტივობები და ქვეყნისთვის საჭირო მომენტები შევხმიანდეთ და დავჯგუფდეთ და გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მეტნაირი საშუალება არ ახლა ადამიანს თუ უნდა ეს ყველაფერი, უნდა ახლა თუ არ უნდა ეს ყველაფერი, არ უნდა ალბათ ახლა სიტყვებზე იტყვის ამ ყველაფერს. გიორგი მე არაფერი არ გამკვირვებია სამწუხაროდ ახლა კი ვიცოდი მე ამათი დამოკიდებულება მართლები რო იყვნენ და მართლა რო ვისაც მართლა სამშობლო ადარდებს და ვისაც მართლა ალალად აინტერესებს რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს და არ ექნება პოლიტიკური ინტერესები გამადიდებლით უნდა ეძებდნენ ისეთ ადამიანებს ვინც ამ ბიზნეს ირგვლივ შეიკრიბებიან მაგრამ ჯერჯერობით ხმას არ იღებენ და ახლა თუ არ იღებენ ნუ იღებენ და მოიღებენ კაცო თავისას ჩვენ გასაკეთებას გავაკეთებთ და აი დანარჩენმა მაგრამ მე ყველამ თავისი პასუხი აგოს ყველამ თავის აქციელზე და იმას ნუ დაიწყებენ რომ ეს როგორ რენტგენის პერიოდი არის და თითოეული საქციელი იქნება დამახსოვრებული კაცო ჯერ ის რაც აგაქვთ გაკეთებული და როგორც იქცევით ესეც დასამახსოვრებელია საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რა მნიშვნელობა აქვს სპირიდონა იძახო და იმის მესი არ იყოს რომ თქვენო თუ გინდათო პოლიტიკური პროტესტის გამოხატვა აგერო შვიდში მოდი 30-ში იმართება ეგერ კიდე 30-ში არ უნდა მივიდეს ქართველი ადამიანი აუ ვიღაცები სამში მართავენ ამ საკითხთან დაკავშირებით სამში არ შეიძლება მივიდეს პრივატიზირებულია ეს პატრიოტიზმი თუ რა ხდება ჩვენ ვამბობთ რომ ყველა მივიდეს ყველგან და იყოს ერთობა ამ საკითხის ირგვლივ ასაგებია ახლა თქვენ მარტო არა თქვენი ნაზრები მარტო არა არ მინდა ჯერ ბევრი რაღაცის ლაპარაკი უბრალოდ არასწორად გამოგივიდათ და აი თქვენ ადგილზე ადამიანი მოინანიებდი მაინც რომ არასწორად მოვიქეცი და ბოდიშს მაინც მოვიხდიდი მაგრამ არა ძმაო არა ხო და
აი ახლა ვიღაცას ცდილობდეს ჩემ მოტყუებას, თქვენ მოტყუებას, რა ვიცი, ვიღაცების მოტყუებას, უფალს ხო ვერ მოატყუებს. ხო და ჩემო ძმაო, ჩემო ბადურ, ნუ რატო არის გათითოკაცებული? რატო არის გათითოკაცებული? რა უნდათ, რა ინტერესი? სამშობლო არის ინტერესი? მიწა არის ინტერესი? სამშობლოს გადარჩენა არის ინტერესი? თუ სხვა რამეს ელოდებიან, გასაგებია, ეხლა ჩვენ პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანთ და თანამდებობებს ვერ შევპირდებით და ფულს ვერ გადაუხდით მაგ საკითხთან დაკავშირებით და ორგანიზება და დაჯგუფება და ნაბიჯ გაყოლა ისე როგორც გასაყოლი არის, ამ გზაზე მეტი რა ვიცი, უკეთესი გზაა, მე რა ვიცი, აზე არა ვარ, რა ვიცი. მაშინ თქვენ თქვით უკეთესი და მე ერთობის და ერთადგომის გარდა ამაზე უკეთესი გზა არსებობს სადმე? რამე არსებობს გავსი სადმე? ახლა სამშობლო გეღუპება და რა ვიცი, აგერ მთელი უჯიშოები გისახლდებიან და შეკაიდეთ მამიშვილო, შენ მიზეზები არ გელევა იმისთვის, რომ ერთობა ვერ ნახო, რა ვიცი, დადი კი ბატონო და მაშინ აიღავი შენთვის და ეს გამჩუმდები ჩემთვის და ყველა გაჩუმო, ყველა მიხედოს თავის საქმეს მაშინ. სოფო, გათითო კაცება ადამიანს თუ მიზეზი არ აქვს იმის, რომ გაიმიჯნოს ამ საქმეს და იგონებს მიზეზს, ეს მისი პრობლემა. ეს მისი პრობლემა. თუ არა, გასათითო კაცებელი აღარაფერი აღარაა დარჩენილი ხალხო. არც პოლიტიკურ იდეაზეა აქ საუბარი, არც არჩევნო პროცესია საუბარი, არც რომელიმე კანონის მიღებაზეა საუბარი. რაღაცა მოგწონს, რაღაცა არ მოგწონს, არც გეიპარადის ჩატარება არ ჩატარებაზეა ლაპარაკი. ერთადერთ ძირითად საკითხზე არის საუბარი, ქართული მიწა გაიყიდოს თუ არ გაიყიდოს. და ამაში არის თუ არა ერიდაბერი ერთიანი. ეხლა ამაში თუ გათითოკაცებულია ადამიანი დაღუპულია ქვეყანა მაშინ და გადაშენებულია და კი ბატონო უყუროთ. ამას რო ხედავენ, რომ მიზეზები არ ერევათ ქართველებს, საქართველოს საერთო ჯამში ჩემოკარგებო, აი ამან დაღუპა. მოღალატის გეგმის შესრულებამ, რომ ერთობა არ დადგეს. ამან დაღუპა. ეს დაღუპავს ყოველთვის. და გადადევით ყველა ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგიის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის. კი ბატონო, ასეც უნდა, კი ბატონო, სოფომ ასე უნდა იყოს. კი ბატონო. აგერა ფონჭალის ეკლესიიდან ხდება. ყველგან უნდა იმოქმედო, არავინ ამის გამო შენ კამფეთს არ მოგცემს. არავინ ამის გამო შენ ფულს არ გადაგიხდის. შენ მიწას თუ დაიცავ, არავინ ამის გამო მადლობას არ გეტყვის. ხალხო ასე ძნელი გასაგებია ეს. ეს მოვალეობა ვალდებული, შენ ეზოში რო შემოგივარდეს, ვინმე. ხომ მოკიდებ იარაღს ხელს ხო დაიცავ, ხო მოიგერიებ. შენი სამშობლო, შენი ეზო არა? რაც არის ეროვნული საკითხები. ჩემო გურა, ნაძირალა ნაციონალები და ნაძირალა ქოციონალები ესენი ერის ცალკე ნაწილია. ერთმანეთში გამართონ და აკეთონ საქმე. მე ნათქვამი მაქვს ამაზე. ნაციონალურმა მოძრაობამ ისე გაყიდა თავის დროზე ყველაფერი, როგორც ქოციონალური მოძრაობა ყიდის. ქოცები რო ეძახიან, ნაცებს უსამშობლოები ხართო. მშობლიურ მიწას რო ადამიანი გაყიდეს, უსამშობლო არა იგი? ამიტომ ვისაც ერის გენოციდში არა აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ გვერდით ყველგან უნდა იაროს ადამიანმა. თუ არა ახლა იგი იგივეა ნაციონალებმა ქართული მიწის დაცვისთვის ხმა მოიღონ, ეს იგივეა ახლა ეშმაკი ჩამოვიდეს და მუხლებზე დაიჩოქოს და იძახოს, მე დაცემული ანგელოზი ვარ, ეშმაკი ვიყავი დროებით და ისევე ანგელოზი გავხდი. მე ამ ხალხს არ განვიხილავ, ჩემო ძმაო, ესენი არიან ერთი სისტემის მოღალატეები, უკვე ნაციონალები რას გამართავენ და ქოციონალები რას გამართავენ, ამ მნიშვნელობა აქვს. მე საუბარი მაქვს ქართველებზე, ნორმალურ ადამიანებზე. რომლებსაც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური იდეები ქონდეთ თავში, მაგრამ სამშობლო ყველას ერთი უნდა ქონდეს და ნაციონალი და ქოციონალი ორივე უსამშობლოა. ორივე არც ერთ სამშობლო არ აინტერესებს ხალხო. მახსოვს ქალბატონო, მახსოვს 2019 წელი იყო ეს რიცინგდია. კი ბატონო. გასიზამ არც მაშინ
არც მაშინ ისა სამწუხაროდ არც მაშინ დამთავრებულა საქართველოს გაყიდვა და ახლაც იგივე პრობლემა დგას და მე ქალბატონო თქვენ იქ ბრძანდებოდით და სხვაებიც იქ ბრძანდებოდნენ მე მინდა გაგახსენოთ რომ ის ხალხი ვინც იქ ბრძანდებოდა მაშინ ქართული მიწის დაცვისთვის მოდი გავიხსენოთ ვინ იყო ეს ხალხი სად არიან დღეს სად არიან ის ოპოზიციონერები სად არიან ის სამოქალაქო აქტივისტები სადაა ეგ ხალხი იქედან 2-3 ადამიანი იღებს ხმას მარტო სადაა მაშინ ძალიან დიდ პატრიოტიზმზე იყო საუბარი სადაა ეგ ხალხი 2019 წელს თუ იყო პრობლემა 2025 წელს აღარაა პრობლემა ახლა როა ისე უნდა მაშინ იყო რაღაცა ხრელი დარჩენილი რომელსაც ამოქოლავდნენ თუ არ ამოქოლავდნენ ამაში იყო საქმე აი კარგად ახსოვს ვინც იდგნენ იქ ქალბატონმა ვინც დაწერა ვინც იდგნენ იქ ის ხალხი დღეს იმათგან 2-3 ადამიანი იღებს ხმას ვის გულისხმობს და აბსოლუტურად გინდა ის მანჯავიძე აიღე გინდა ის გულაშვილი აიღე გინდა ის სხვა ხალხი აიღე სად არიან ის ხალხი სად არიან იგივე 2017 წელს ქართული მიწის დაცვის ჯგუფი რო არსებობს სადაა ის ხალხი რატო არ იღებს ხმას მაშინ აწუხებდა სამშობლო ახლა არ აწუხებთ გადახედეთ აგრე გადახედეთ აქციებს გადახედეთ მოვლენებს გადახედეთ ყველა ჩემი პირიდან უნდა იქნას ფხილებული არიცით თქვენ მე ვამბობ ყველა ვინც გაჩვენებულია მოღალატეა არ მინდა თვითონ დავასახელო ყველაზე ვამბობ ერთია ყველა მოღალატეა ვინც მაშინაც მოღალატე ყოფილა და დავალებას ასრულებდა ეთყობა ნახა რაღაცა კარმუშკა გადმოუგდო ხელისუფლება სასულიერო თუ საერობირი ну ახლა ეს უბრალოდ ქალბატონმა გაიხსენა 2019 წელი რო იყო როდესაც რეესტრთან მაშინ აპროტესტებდით ამ მიწის გაყიდვის ამბავს იყო რამოდენიმე დღე დარჩენილი სადაც მიწების გადაფორმებაზე იყო საქმე და არ ვაძლევდით სხვათა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რეესტრში შესვლის საშუალებას ну ახლა ჩემო ძმაო ვარლამ არ ვიცი სადა ეს წმინდა ვარლამი სადაა და არ ვიცი ეს წმინდა ვარლამის სექტა სადაა საერთოდ ვერ ხვდები არც ვასაძე ვიცი სადაა ცხენს ნალი გაძრობია და დამჭედი ვერ უნახია და ალბათ მაგაში აქვს პრობლემები სად გამოვა ვასაძე მუჯირი და ვასაძეც მაგაცები არიან ბავშვები და მარგველაშვილთან ერთად და როცა ჭირდება თავის პრობლემებზე იღებს ხმასა მე როცა დეიკარგება სად გაქრება და ვინ გაქრება კომბლით და იმით სადა რა ვიცი მე სადა ამით ჩემის მამასთან ერმანემსაძესთან ნაკადაფში ხოდა აქ არავის არ ეპატიება არაფერი ღვიძლი დედმამიშვილი რო იყოს ჩემი იმას არ ეპატიება არაფერი მამაშვილი რო იყოს ჩემი იმას არ ეპატიება არაფერი და მამა რო იყოს ჩემი მშობელი რო იყოს იმას არ ეპატიება არაფერი ხო აი ფალავანდიშვილები კარგად ჩანან სადაც არიან კარგად ჩანან ფალავანდიშვილები იქ არიან არაბიზაციის პრობლემა გადაჭარბებულად მიაჩნიათ ორივე გამოსწირებულ მამაშვილს და ეხლა იმ პატარა მამფალის ვიდეო შემხვდა იმაზე რომ რა ქვია ქალბატონმა დაწერა კომენტარი რომ მეო შევეკითხეო აი გურამ ფალავანდიშვილს მიწავრო იყიდებაო მაგას საპატრიარქო როცა დაჭირდებაო მაშინ გააკეთებს განცხადებას მანამდე ხმა ჩაიწყვიტოს ყველა მოსტი პასუხი გაუცი კი გავეციო რავატყვილ ამჯეროდაო ამ ადამიანისო ხო და ის მეორე პატარა მამფალი ვიდეო ქონდა ჩაწერილი და რომის პაპიო როგორ მოიწვიაო იმაშიო რა ქვიაო საქართველოსიო კობახიძემო ამაზე არის აღშფოთებული და შეშფოთებული რომის პაპი როგორ მოიწვია რომის პაპი მოიწვია თუ არ მოიწვია რაში მაინტერესებს სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მაინტერესებს ეხლა ადამიანი რადონის დებილი უნდა იყო და რომ რადონის ნასეტყა და აგენტი უნდა იყო ადამიანი გეყიდება მიწა
137 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა არის გაყიდული, ის არ გადარდებს და კობახიძე მოიწვია თურმე ისა რა ქვია რომის პაპი საქართველოში და ეს გახდა თურმე კატასტროფა. ერთი რომის პაპი 9 ჯერ იყო აქ ჩამოსული. და ერთად ლოცულობდა პატრიარქთან ერთად. მაშინ არ იყო პრობლემა? ეკუმენიზმის ის რო ტრიალებდა სურნელი. მაშინ არ იყო ეს არ იყო პრობლემა? აი, სარახსოთ ახლა მამფალებს. მამფალებს ახლა იმიტომ რომ სამაკლერო ბიზნესებში და იმგენშია ჩართული და ეთყობა აი შემოსავალი იქნება უძრავი ქონების საკითხში და არ იღებს მას ახლა გაჩუმებული ახლა ასე ატო კურთხევა არა აქვს ეთყობა მიცემული. ჯერ რომის პაპს ამ დებილებს რა უნდა ელაპარაკო. რომის პაპს გარდა იმისა რომ რომის პაპი არის და სასულიერო ის აქვს, იმას მონარქის სტატუსიც აქვს, ისე რომ იცოდეთ რა, მამფალ. გადაეცნებ გამოსწირებულს იმას. მონარქის სტატუსიც აქვს, ისეთივე მონარქის სტატუსი, როგორიც აქვს ბრიტანეთის დედოფალს, ისეთი როგორიც აქვს ჰოლანდიის მეფეს, შვედეთის მეფეს, დანიის მეფეს და ასე შემდეგ. და შესაძლებელია ის როგორც მეფე მოიწვიოს ემან რა ქვია ხელისუფლება. და არა ისე მარტო როგორც სასულიერო პირი. გაიგე ჩემო მამფალ? გასაგებია? ფამფალ. და ღმერთო და ესენი იყვნენ ისინი რა ქვია პატრიოტები და ხალხს ამათი ჯეროდათ და ხალხი ამაძე აი როგორ გურამფალავანდიშვილი როგორ აჰა მაგათი სახე. ეს არის მაგათი სახე. ეს მაგათი პატრიოტიზმი. და ესას დანარჩენის ყველა აჩვენებს თავის სახეს. არავინ და არაფერი არ იქნება დავიწყებული. აი ბოლო წუთამდე არ გაწყდებოდეს ეს ყველაფერი რა. იმიტომ ყველა ვერავინ ვერ შეძლებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო არ ვიცი, რასელ რატო არ დაწერეს მერე? რატო არ დაწერეს ერთი პოსტი მაგ ჩამოთვლონ გინდა სხვამა რატო არ დაწერეს? რატო არ დაწერეს? კითხოს ვინმე? არ ვიცი, ალბათ უკრძალავენ პოსტის დაწერას, თუ არა, ახლა მომწერე ჩემო ძმაო პირადად და დავკავშირდებით ერთმანეთში მე. მერე ჩემოლევან შეთავაზებული არის ყველასთან ოფიციალურ დონეზე დიალოგი და ერთხელ ესენი დიდი ან პატარიანად ყველა აიმასკნებს რა ქვია, ერთხელ ყველაფერს აკვირდებიან აქ ჩემ ლაივებში. ერთხელ თმამცვივა უბრალოდ და წამალი მქონდა თავზე წასმული და ისე ჩავწერე ლაივი. და ენაზე მქონდა წამოგებული რომ თმის შეღებვა დაიწყო. მე ვერ შემიტყვია იმისთვის რა ქვია. დღედაღამე მაგას ყვიდი ვარ, მაგი ვერ გაიგეს? და 1000 სიბინძურეებს მაბრალებდნენ და ეს ვერ გაიგეს? აუქნა ახლა ეს დაბეჭდილი ისა ბეჭდიანი საბუთი გაუგზავნო? აგერა ლაივი და აგერა გაუზიარეთ, ჩაუგდეთ პირადად. რა არიცია, რა მოწვევა უნდათ? მე ნოტარიალურად დავამოწმებიო? კარგი ძმაო, მოგწერ კი პასუხი. მომწერე ძმაო და მომწერე კი პასუხი. ხო, აი ამაში არის საქმე რა. ამაში არის საქმე. ყველა ახორციელებს, აი ადამიანურად გეუბნებით რა, აი მე კიდე ერთხელ მიხდება ამ ყველაფრის ჩვენება რა, აი რაღაცნაირად არ გამიგოთ რა, ან თავს ვიფასებდე, ან რაღაცა. აი ადამიანებს ესა ჩემი მეორე ტელეფონი, სადაც ძირითადად ვახერხებ აი კავშირს. აი მინდა აი უბრალოდ აი როდესაც აი ბევრს შეიძლება რაღაცნაირად სხვანაირად გამიგოს, აი გაჩვენეთ ელემენტარულად რა, აი მარტო ჩემი აღარა მაქვს ახლა საუბარი უბრალოდ სხვა სოციალურ ქსელებზე და იმაზე. აჰა. აი ადამიანურად გეუბნებით რა. აი გაუცემელი პასუხები ტელეფონზე. ვერ ვახერხებ უბრალოდ რა.
150-ზე მეტი ისა მაქვს უპასუხებელი და არ გეწყინოთ რა არც თავის დამფასებელ ადამიანად მომაქვს თავი და არც იმათ, მაგრამ ვერ ვახერხებ ფიზიკურად ერთი ადამიანი ვარ და ვერ ვახერხებ და ლაივის გარდა და საქმის გარდა კიდე არსებობა გჭირდება ადამიანს უცხოეთში, ხო? ხო და თუ ვერ გიპასუხეთ დროულად, ნუ მეტყვით, კაცსავი მეუბნებიან გაწყენია რამეო, არავის ნაწყენი არა ვარ კაცო. ვცდილობ რომ ჩემი წული შევიტანო ამ ყველაფერში და არ გეწყინოთ. გაგიმარჯოს. არ ვიცი ახლა მეტნაირად აბა ახლა მედია სხვა რა უნდა დაარქვა. გული რო ტკიოდეს ადამიანს, ხო? არ დაждდებოდა სახში შეთავაზება გაკეთებულია, ვის უნდა დაუკავშირდნენ, იციან ოფისი სადაა, იციან ვინა ვართ, იციან ყველაფერი კარგად იციან და არ გამოდიან კავშირზე და მაგათი ბრალია კაცო და მაგათი მაზე. არა მაქვს ჩემო ძმაო იმედგაცრუება რაზე უნდა მქონდეს შენ გონია მე დიდი წარმოდგენა მაქვს მასაზე? არა მაქვს დიდი წარმოდგენა. 100 ქართველი სიტყვას დღეს რო დააყენო დღევანდელ პერიოდში შეიძლება ამოარჩიო 10. ვისაც სამშობლოს უყვარს და ვაჟკაცი. მამდილოსნები, ქალები მეტი ვაჟკაცები არიან სიმართლე გითხრა კაცებზე. დედაშვილური გზნობა მაინც აქვს და ისა ვიდრე აქ ამას თავისი მიზეზი აქვს. იმიტომ რომ მოჭარბებული პატრიოტიზმი ვისაც ქონდა მოჭარბებული პატრიოტიზმი, ხო, აგერ რა აფხაზეთის ომიდან დაწყებული ყველა ომებში და უბედურებაში გაწყვიტენდეს, ბოზები დარჩენ და გულაობენ. 100-ია სამწუხაროდ გადახედეთ ნებისმიერი პოსტი იყოს მანდილოსნები უფრო პატრიოტები არიან და უფრო აქტიურობენ ვიდრე მამაკაცები. ზოგი კომენტარს ვერწეს ისეა შეშინებული და არ უნდა მქონდეს არ ამაქვს ეს დიდი წარმოდგენა. დიდი ხანია მე ეს უკვე აღარ ამაქვს. არა 100 კაცში 10 კი არა, თელერში რო 1% ამოირჩეს ესეთი ადამიანი 35000 ქართველია და ხმასა 35000 ქართველი უფულოდ სამშობლოს мотивაციით მარტო და იდეით და მეტი არ ყოლია იმაზე რა ქვია დიდ გორზე აღმაშენებელს. ამ 1%-ის შეკრებას პრობლემა გახდა და ამაშია საქმე. ამიტომ არის ცრუ ლიდერები და ცრუ პატრიოტები, როგორებიც არიან, გინდა ის მამფალები, გინდათ ის მანჯავიძეები, ის გულაშვილები, სხვა ნაძირლები, ვინც აპრავებენ ახლა ამ ყველაფერს. ამიტომ არის საშიში ცრუ პატრიოტი, ამიტომ არის საშიში ცრუ ლიდერი. რაღაც კატეგორია ჯგუფის მიმართებაში კარგად ლაპარაკობს და ეს ბევრია. ხალხს იმის არ ჯერა, ამის ჯერა ერთმანეთის გულისა გადაკიდებენ, დარებენ ყველაფერს და მე საჭირო მომენტში, როგორც მანჯავიძემ გადაუხვია, როგორც მამფალებმა გადაუხვიეს, ისე სხვებმა გოგავამ ამან გადაუხვევენ ესენი და დარჩება წრფელი პატრიოტები ცალკე და დარჩება ეს. აი ამიტოა საშიში. ცრუ ყალბი პატრიოტები, აი გინდა ვასაძე რასაც აკეთებს. რამდენი ადამიანი იყო ვასაძის ნაირი რო ეტყოდი ადამიანურად. აი რო ეტყოდი რომ რა გაუკეთებია ვასაძეს, ბიჭო, რას აკეთებს ამნაირს ზია ერთი და ლექსებს კი, კაი ლექსებს მეც ბურჯერ მომისმენია. გასაღამოს ძილის წინ ჩამირთვია, იმით ვიძინებდი და ვიძინებდი საქმეში რა გააკეთა. რა გააკეთა ერთი სკოლა აქვს და 10000 ლარზე ნაკლებს ერთი გაჭირვებული შვილი არ სწავლობს და ერთი ის. აი ესა, როდესაც საქმეზე მიდგება, მე რენტგენი როცა დადგება, გამოჩნდება და რენტგენი როცა დადგება, გამოჩნდება ერთეული პატრიოტები დარჩა და დანარჩენი გაწმილებული ხალხი. ამიტომ კარგად დაუკვირდით, მათ ბიოგრაფიებს ჩახედეთ. ჰაერზე ხო არ მოვიდა იქ ხალხი. პატრიოტიზმს რო ყვირიან. გადახედეთ, აი რომელი ერთი, რომელიც ახლა ჩვენ ვახსენეთ, აიღეთ ფალავანდიშვილის ბიოგრაფია. ვინ იყო? ვისი შვილია? გეიდარ ფალავანდიშვილის შვილი. ზღვიად გამსახურდიას ნათესავი იყო. და ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას რო ესროდნენ პირველი იმათ უჭერდა მხარს. იმიტომ უჭერდა რომ თუ რამე უძრავი ქონება იყო ის რო ჩაიგდო ხელში. არ აჭმევდა ზღვიად გამსახურდია და ასეც მოხდა რომ დაამხეს თუ მამფალი ღარიბი ხო არ გონიათ. 1.30-40 მილიონი ისე აქვს როგორც მე ერმილენემს აძევა. ჩაიგდო ხელში.
შეუძრო ამ პუჩისტებს. აი კი და ჯვარი და კურთხევი დაიარება ყველგან და აკეთებს ბიზნესს. აიღეთ ვასაძე აიღეთ. ერთხელ წამოწდა ხაზარაძეს ვასაძეო ჩემი მეგობარიაო. ერთხელ წამოწდა. ვინ იყო ვასაძე? იყო თუ არა პუჩისტების მხარის? ლანძღავდა თუ არა ზვიად გამსახურდიას და ქალებმა დაუპეს საწლი ზვიადი და აი იმ თავგამწირულ ადამიანებს, რომლებიც იქ ბარეორი ყვერიანი კაცი რომ უნდა მდგარიყო და სამშობლო რომ უნდა დაეცვათ და ეროვნული ხელისუფლება რომ უნდა დაეცვათ და ეგ სასულიერო პირებიც რომ უნდა მდგარიყვნენ ქართველებს რომ სისხლი არ დაეღვარათ ერთმანეთში რომელმაც მე მთელი საქართველოს სისხლის გუბეში ჩააგდო ის ქალები რო იდგნენ რომლებიც აწამეს ტყვია ესროლეს და უნდა იმ ქალებს დაცინო და ამ ქალებმა შექმნეს უკმარი მამაკაცის რაღაც იდეალი და იმათმა დააყუპეს. გადახედეთ. პუჩისტებში იყო. გადახედეთ იმ ბანკის ხაზარაძის საიდანაც აშენდა. ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მოგუნა კაი ფულები დატყდა ამერიკაში ახალგაზრდობაში. რომელი ერთი გინდათ, რომლის ბიოგრაფია გინდათ, აიღეთ ერთი და ჩახედეთ. არ უნდა ამას გაშიფრვა. მანჯავიძე ვინ სიკვდილია, საიდან მოვიდა საერთოდ? საიდან მოვიდა? საიდან 50 წლის გახდა, მერე გახდა პატრიოტი, საად იყო მანამდე. რაში გამოავლინა მის ცხოვრებაში მისი პატრიოტიზმი? რატო არ უნდა ამ ხალხს ფიქრი ოდნავი დაფიქრება ვინ-ვინა? ლამაზად ვინც ლაპარაკობს, იმას კი არ უნდა დაუჯერო, კარგად ვინც აკეთებს სამშობლოსთვის საქმე და თავისი სიცოცხლით და თავისი ბიოგრაფიით უმსახურებია, იმას დაუჯერე. ყოველთვის ერთი და იგივეზე ლაპარაკი? არა, ის კარგი ახალგაზრდა. რაშია კარგი ახალგაზრდა? რაშია კარგი ახალგაზრდა? აიღეთ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც და რომელიმე ეროვნული რო კითხო, ეროვნულ ფლანგზე მაქვს მე ლაპარაკი. და აიღეთ მათი ბიოგრაფია. და გადახედეთ ერთი თუ უფროსი არის და თუ ასაკის ადამიანი არის, ერთი ჩახედეთ მათ ბიოგრაფიაში, იყო ეროვნული მოძრაობის წევრი? იყო? პუჩისტების მხარეს იყო? ბოლო აფხაზეთში იარაღს მოგიდა ხელი სამშობლოს დასაცავად. მიუხედავად იმისა, ბევრმა ჩათვალა ძმათამკვლელი ომი იყო და არ უნდა წასულიყო. არ ვამტყუნებ იმ ხალხსაც. იმიტომ რომ გულანთებული და ტვინგახურებული პატრიოტები მართლა ვაშკაცები შეაკვდნენ იმ უნდა ბევრი ცივგონებიანი მაშინვე მიხვდა რომ ეს ამისთვის იყო გაკეთებული. მაგრამ ზოგიერთი იმის გამო არ წავიდა რომ ლაჩარი იყო. ეს სხვა კატეგორიაა. თუ ჩემი თაობის ადამიანია, ჩემ თაობაშიც იყო ომი და ჩემ თაობაშიც იყო უბედურება და ერთი ღამე გაუთევებია იმაზე რა ქვია პოსტზე. ელემენტარული ერთ იმაზე აქციებზე გინდა მიშას დროს იყოს, გინდა ამას დროს იყოს, სამართლებისგან ამოუღიათ ხმა? ახ გამოვიდნენ, კარგად ლაპარაკობენ და პატრიოტები არიან. ხო და სანამ ვერ დაბრძენდება საზოგადოება და იქნება ესეთი უმწიფარი გაყვებით ისე რაფერაც როგორც მიყვებოდნენ მანჯავიძეს, ფალავანდიშვილებს, ვასაძეს, სხვა უამრავ ნაგავს, რომლებიც ახლა ვერ ხედავენ ამ პრობლემას, რომელი პრობლემა ჩვენ გვაწუხებს. და მე თავის დროზე როცა ამას ვამბობდი, ამის თვალებს მთხრიდნენ. ამის თვალებს მთხრიდნენ, ეს როგორ თქვიო, შენ ეს როგორ გაბედეო. ასეთი პატრიოტები სად არიან? ერთი გმირის შვილი სწავლობს ვასაძის სკოლაში. ერთი ნიჭიერი და უფულო სწავლობს იმ სკოლაში. 10,000 და 20,000 თუ არა მაქვს, ცუდი ადამიანი ვარ. და ჩემ შვილს ვერ ვაძლევ საშუალებას, რომ ჩვეულებრივი ფაშისტია კაპიტალისტი. შეაგდება დაფინანსება სახელმწიფოდან და ეს დაუღუპეს ეს ქვეყანა დაიწყებს და მე საქმეზე რომ მიდგება და რომ დაუკმაყოფილებენ მისი ცოლი სამოსელი პირველიდან ტენდერებს მოიგებს და თვითონ ბაგრატიონისთვის სესხს აიღებს. აჩუნდება პროტესტი, არანაირი პროტესტი აღარაა და ახლა მე ბატონ ბიძინას უნდა გადაუხადო, დიდი მადლობა, ეს ერთ-ერთი რიტუალი აქვს ესეთი დაწესებული და ბატონი ბიძინა, მე ბიძინას უჭერ მხარს. ვაჭრუკანების აშენებული ქვეყანა სად გინახიათ?
სად გინახიათ? ფულზე დახელებული ადამიანები სად გინახიათ თქვენ რომელი ქვეყანას აშენებენ? მით უმეტეს ჩვენ მდგომარეობაში. მოწამლეს ალბათ ვასაძე და ალბათ რა ვიცი ხო მოწამლული სადღაც ვიცი პატრიოტია და არ გითხრა ხალხო. მიტინგებს მართავდა და ბოთლი-წყალი არ მოქონდა ხალხს იმაშვებით რა ქვია იხოცებოდა ხალხი მაგათ მიტინგებზე მწყურვალი და ერთი ბოთლი-წყალი არ მივდანი. ესა თქვენი ვასაცი. თვალებს ამთხრიდით ამის გულისთვის ბევრი. კარგი შემოგევლეთ, დაგემშვიდობებით ახლა და რა ვიცი ვისაც გნებავდათ სანამ ცხელი არის ეს საუბარი მომწერეთ პირადში და დამიტოვეთ რა ვიცი გნებავთ WhatsApp-ის ნომერი და მოკავშირდეთ ერთმანეთს და დაგელაპარაკებით. და არჩეს დავაკვირდეთ ახლა და კიდე ბევრი გამოჩნდება. აბანოში ვარ და შავი ტრაკი და თეთრი ტრაკი აბანოში გამოჩნდებაო და გამოჩნდება კიდე ამ რენტგენში ვინ რას იკურდღლებს. ნახავთ ამას. კარგად გრძელდებოდეთ.